მოგესალმებით მეგობრებო, უკვე წლის ბოლო მოგვადგა და ანუ აღარ მაქვს იმის მორალური უფლება, რომ რაღაც ნეგატიურ სტილში ჩავწერო ვიდეო, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ აი გახსოვთ პირველი დონის აქციები რო იყო მარტი, აპრილი, მაისზე, მაშინ რომ მე პირველად ჩავწერე ლიბერალურ მიმებზე ნაწილი პირველი. აი სწორედ დღეს გამოდის ლიბერალური მიმები ნაწილი 2. ეს მასალები შეგროვდა ის სწორად აი ბოლო თვეებსა თუ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი სიგიჟეები ხდება, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ნუ გილოცავთ დამდეგს, ცალკეც მოგილოცავთ, მაგრამ ვინც ვეღარ ნახავთ ამ ვიდეოს, გილოცავთ დამდეგს და მრავალს დაესწარით. და მოდი ახლა დავიწყოთ ლიბერალური მიმების განხილვა. დავიწყოთ. ლიბერალი ვარ, პირწავარდნილი, TikTok-ზე მემკავს ბევრი ფანები, აქციაზე ვარ კვირაში 7-ჯერ, დანუკას მოაქვს ლობიანები. სკოლაში მივალ, ბავშვებს გავკიცავ, სექსუალურად მე ვარ პერვერტი, პოლიციელებს ცეცხლში გადავწავ, თქვენ არ მომაკლოთ ფეიერვერკი, მინდა ევროპა გიჟივით მინდა, მინდა ევროპა გიჟივით მინდა, რაშა ოკუპანტ ვიყიდე წინდა. ეს ყველაზე რეალურია, ლაშა ოკუპანტ ვიყიდე წინდა. ეს არის ყველაზე რეალური რამ, საუკეთესო პანჩლაინი. მე არაფერი არ დამჩა წმინდა, ფოტოს ვიღებდი გარეთში წვიმდა, ისე მიხვალ ჩემო სამშობლო, მე დამჭირდება ალბათ ნარკანი, ინფლუენსერებს უკან მოგხვევით, წინ გაგვიწვება მარინაკანი. ინფლუენსერებს უკან მოგხვევით, წინ გაგვიწვება მარინაკანი. What the fuck? ყავას გიდუღებ, სუფს გავაკეთებ, მოდით მივირთვით სანამ ცხელია, როცა შიმშილის გრძნობას მოვიკლავთ, დავაბულინგოთ კვარაცხელია. ანუ ტიპები კვარაცხელეს აბულინგებდნენ ტრაუმის გამო, ჩემი აი ღმერთო შემიშველა. და ამათ კიდევ ვინ მიაპრავებს. ლიბერალი ვარ სულით და ხორცით, განსხვავებული არ მიყვარს აზრი, ათეისტი ვარ, მაგრამ შიშისგან, უშინ ვიწამე ქაშვეთის ტაძრის. ვის ბევრი ათეისტია, რომელმაც მართლა ქაშვეთის მადლი იწამა მაშინ, როდესაც სპეცნაზელებს გაურბოდნენ, ამიტომ ბევრმა ღმერთი მიიღო მაგ აქციებსო. მადლობა ღმერთს. მე გამეჩითა იმ ხელა წონა, ყველას ვეძახო რუსი და მონა. მე გამეჩითა იმ ხელა წონა, ყველას ვეძახო რუსი და მონა. შიგ ევროპელი, აი რას ეძახის განსხვავებულ ადამიანს? რუსო თუ მე? შე რუსო? შე ხარ რუსი? ვაი მე რუსო თუ მე? კრინჯი აიო, ღმერთო. ღმერთო თუ არის შესაძლებელი, გორგივაძეზე ვიყურებელი. გაწერიათ პლაკატზე რომ ბებიას არასდროს ერქმება ბაბუშკა. ეს თქვენ მოიფიქრეთ როგორც არა, მომწეს. ბებამ თავისი პირით აღიარა რომ მიცეს ეგ აბრევიატურა, არავის არ დაუწერია, ბებოს მაგერა ბაბუშკა მერქმევაო, აგერ მიცეს მაო. და ხო რა, რაც NGO-ები რასაც მიცემენ ძირითადად ის აბრევიატურებია. ყველანაირი იდეა, ანუ აქციაზე რაც დგას. ანუ აქციაზე ხო დგანა კაი ტიპებიც, კაცო. ასევე არიან შიგ ევროპელებიც. კაი ტიპებს არასდროს არ ვეხები, მე ვეხები შიგ ევროპელებს იმენა. აი, ეხა ვიდეოში ვინებსაც ხედავთ, დაახლოებით მაგ კალიბრის ხალხს რა. და აგიხსნით ანუ. აი შიგ ევროპელი, კლასიკური სახე შიგ ევროპელი, როგორც მოვლენა. აი დააკვირდით და ეხა თქვენ მიხვდებით, როგორ ადამიანებს უტრაკებთ. ციტოთი ნუ გარბისა, ნუ გეშინია, შეხალეო. ეხა ეს გოგო რამით გაავს ევროპელს ან რამით რო ატარდებს საქართველოს პეტი უსმინე. მომისმინე, შეხარ მოიცა, აბა შეაგინო. შეხარ უზრდელისა, თავხეთისა. აი დააკვირდით რა. პატრიოტული სიმბოლიკებით აპელირებენ, საქართველოს დროშები აქვს შემოხვეული, მე უკან ევროკავშირის და არიან უზრდელი პიჟონები. უზრდელები, აი ბევრი არის გაუზრდელი უბრალოდ რა. სადაგერ ხარ, შეხარ თავხეთ და უზრდელი. კალეს ეცახები? აი, ხო ხედავთ, ეს არის შიგ ევროპელი, კაცო, მე შიგ ევროპელებს უტრაკებ, თორე კაი ტიპები ჩემი მეგობრების დგანან აქციაზე, არანაირი პრობლემა არ მაქვს. აი ეს შიგ ევროპელებს, რომელიც თქვენ გარცხვენენ, ვინებიც აქციაზე დგახართ, აი ესენი არიან, აი. აუ, რა სასიზღრობა გოგო რო იგინება, ღმერთო, აი პირდაპირ აი მაჟრიალებს რა, აი როგორ მინდა რომ აი რაღაც აი ზამბარასავით შევიკუმშო და გავსკდე როგორც აი ვარსკვლავი და რაღაც აი უდიდესი ენერგია წარმოშვა სამყაროში, საზიზღრობა არის გოგო რო იგინება, აი არც კი რა კვალიფიკაცია შევადარო ეგეც არ ვიცი, საზიზღრობა. ვიდი კიდე.
ზაზა ჭიჭინინაძეზე ვარ, კახა. კახა იმოქმედე, კახა. კახა იმოქმედე, კახა. აი, კახა იმოქმედე, კახა არის წლის ფრაზა, რომელსაც მე ვაღიარებ. ანუ ამ წელს 2024 წელს რა ფრაზაც მე ყველაზე მეტად დამრჩება ამ წლიდან ის იქნება კახა იმოქმედე, კახა. თავიდან როგორც ზაზა იმოქმედე, ზაზა ეგრე მეგონა, მაგრამ კახა იმოქმედე, კახა. ეს არის წლის ფრაზა. მიხედეთ ანა მინებ გავგიშდი. ღმერთო ჩემო, ეს ხალხმა როგორ უნდა დაუბერო ადამიანმა, არ ვიცი. რა ეს ძალიან თავის ქვეყანა მაინც უყვართ? ეს რა არის რაღაცა ტრიო მანდილის ჯგუფური ვერსია. და შიგევროპული ნარატივით. და ღერი ხარ რაღაც გაურკვეველ რაღაც გეგონება სიმფონიურ ყურებში დამემართა განგრენა. აი ყურებში განგრენა 1 2 3. ანუ მე გეუნებით რომ შიგევროპელი როგორც სამედიცინო დასკვნა მალე ანუ ჯანმო გამოუშვებს ამის შესახებ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია დასკვნას ფსიქოლოგიურ და მენტალურ დასკვნას გამოსცა შიგევროპელი უფრო მეტია ვიდრე ეს უბრალოდ აქციაზე დგომა ეს უფრო მეტია ფსიქოლოგიურად რაღაც დარღვევა აქ ადამიანს სერიოზული ან თუ LGBT-ზე ვატრაკებთ რომ არის რაღაც ფიზიონომიური დარღვევები შიგევროპელზე დიდი დარღვევა თუ რამე არსებობდეს ეს არის მენტალური გადაატრიალება საერთოდ ახალი მიმდინარეობა გეუნების შესაქმნელი რომ ანუ იკლიოს, აი კაცობრიობამ გამოიკლიოს. რაღაც ბიჰევიორიზმი განმოვითაროთ მაგალითად, ანუ აი დაკვირვება მოვახდინოთ ამ ადამიანებს, იმიტომ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა მართლა ჭირთ ამათ. ანუ სერიოზულად ამას ხუმრობით არ ვამბობ. აი ხა ამას. აი როგორ აღტკინებით ღერეს? აი ხა მე მინდა რომ იმის სახეს დავაკვირდეთ ხა. აი მზად არის რომ მთელი სამყარო შეისრუტოს. აი შავი ხვრელივით არის. ანუ თვით სინათლესაც შთანთქავს ეხა აი დააკვირდით აი პირის ღრუს დააკვირდით აი გამომეტყველებას აი ვსგლიადი რასაც ეწოდება ხო არ ვიცი გეონებით ეს უნდა ჩვენ სამედიცინო იმაზე ვიზრუნოთ რომ ამ ხალხს ხალხი გადავარჩინოთ ეს არ შეიძლება ხალხო მე სერიოზულად ვამბობ არ ვღადაობ ამაზე Master has given Dobby a shock. ახო მეგრელი შვილდა Dobby ძალიან გვანან და ძალიან საყვარელია ხო Master has presented Dobby with clothes. Dobby is free now. წლის დუო, წლის. აი მე ვაღიარებ წლის დუოთ. არიან გაფრინაშვილს და ხარება არის საუკეთესო ვიდეო ედიტი რაც ამ წელს გაკეთებულა ჩემი აზრით რა. ბატონოს ვიარისაბაუდა. აუ რა მაგარი ბატონოს ვია, აი გეონ მარიამ გაფრინდაშვილს აი რაღაც ისა აქ რა. აი რაღაც გული კარნა ხო, აი გულით გამოდის. ეს ამას ხელოვნად ვერ დადგავ, რაღაც გული კარნა ხობს ამ გულწრფელ სიტყვებს რა. შერებელი ხარება. პატარა გოგო და პატარა მთათა წმინდა, პატარა ზღავი და პატარა მე. არა, გეონებით აი ყველა ხვდებით ძმაო, აი რაღაც ხდება აქ რა, აი რაღაცა ხო იცით აი Pulp Fiction-ში რო არის რა. Comfortable Silence, ხო იცით? ანუ უხერხული სიჩუმე რო დგება. აი მარიან გაფრინდაშვილსა და აი ამ სიუჟეტში ეს დევს, აი უხერხული სიჩუმე, რაღაცე რომანტიკა. ეს უნდა ხედვა უნდა ქონდეს, აი რომანტიკული ხედვები ვისაც ამ სპექტრი დაფასებს ამ ყველაფერს აქ დაინახავთ გაცილებით მეტს, ვიდრე ეს ყველაფერი რეალურად ჩანს. ძალიან მაგარია. ხარება გვიყვარხარ, მაგრამ აი ბევრ ჩალიჩობდნენ, რომ ამ აქციების ფონზე ხარება გაიშავებინათ, მაგრამ პირიქით ხალხში უფრო მეტი სიყვარული წარმოშეს ამ ადამიანის მიმართ, მეტი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია მეტი შიში. იმიტომ რომ სპეცნაზი არ იღალება. კონსულტანტად ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ნევროზი მაქვს სერიოზული და არ შემიძლია დია მამისეიშვილი მთავარი არხი იხურება. კომუნიკაცია ხალხთან ნორმალურად ყლევო. მე ყველა ის ამას უსმინეთ, გებედრებით ამას უსმინეთ, გთხოვთ. სამართლე და პროკურორი ვინც ამაში ჩართული არის, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოღალატისთვის არის. მაგარი იყო. თქვენ ხომ მოისმინეთ? თუ არ და გადაახვიეთ ახლიდან მოსწინეთ დამგვეგომ რა თქვა. ვაფასებ ესეთ ახსარებასა და თვითაღიარებას. დიდი მადლობა ქალბატონო, მე ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ. აი ყველაფერზე მინახია ჩხუბი რა. აი ბევრ რაღაცაზე მინახია ცხოვრებაში, მაგრამ პირველად ხედავ ჩხუბს.
სადაც რუსეთის შეგინებაზე უტრაკებს ორი ადამიანი ერთმანეთს მოდი უყუროთ. რატო შეიგი? რუსეთის დედა შევეცი. რუსეთის შემგინებლის დედა შევეცი. კარგია. დაამთავრე. დაამთავრე. მე შევაგინე. რუსეთის დედა მოვყვა. რუსეთის შემგინებლის. და პრიკოლი რა არის ხო აგინებს რა? ანუ რუსეთის დედა ხანდა ეს რუსეთის შემგინებლის პირდაპირ კი არ აგინებს. ანუ ირიბათ მოდის რა ის სისულის და ის იცილებს. აი როგორც ძველ ეგვიპტეში რო იყო ხო ისიც აი როგორ გაინათებინათ მაგალითად მიწისქვეშა გვირაბები რა. აი მზის ხივი ხო შემოდიოდა და ერთ სარკეს მიუყერებდა და ის სარკეები ერთმანეთს ანაწილებდა რა. ანუ სარკის საშუალებით გადაეცემოდა ნათდებოდა ყველაფერი. იგივე იყო ეხა რუსეთს აგინებს და ეს პირდაპირ ამას კი არ აგინებს. რუსეთის შემგინებლის დედავატირეო. ღმერთო ჩემო შენ მიშველი ეს რა ქვეყანაში. მოდი. ჩვენ აფრიკული სისტემით ვიმართებით. მონღოლური იდეაში, მაგრამ აფრიკაშიც იგივეა. ამიტომ მოდი ესე შევხედოთ. ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს სისტემა. აх, ბიჭო, იაგო. ეს ვინ გააკეთა არ ვიცი, ჩემ, ეს ვინ გააკეთა არ ვიცი. საო. კაი მიმია. კაი, ხა სერიოზულად რომ მიიღებთ ყველაფერს გადააობთ ხა რა იყო რა. ახალი წლებია, ცოტა გამხიარულდეთ რა. იაგო ვის არ უნახია ასეთ მდგომარეობაში. მონღოლური იდეაში, მაგრამ აფრიკაშიც იგივეა. ამიტომ მოდი ესე შევხედოთ. ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს სისტემა. აი ეს ავტომობილი არ არის. კლიმაქსი აქვს და როგორ არ გადაუარა ამ შობელძახს ამ კლიმაქსმა კაცმა აი რომ გაგიზდა და აგიზებს ამ ქვეყანას და ამ რესპუბლიკას და ამ ქვეყანას და ამ რესპუბლიკას. კანონი ვერ მიუღია იმას პარლამენტს რომ ამავე ეტუმარ დაადოს. ყვეცხებს გამოწყლული თუ რა ჯანდაბარი. გრიშა ყოველთვის ტოპ კლასია. გრიშა ონიანი არის ტოპ კლასი. ბატონო გრიშა თუ მიყურებთ, მიყვარხართ, მაგრამ გაფასებთ და რა ვიცი. თქვენაირი ადამიანები ჭირდება. მე ვიქნები თქვენი საქმის გამგრძელები ამის პირობას გაძლევთ. ესა რომ ყველაფერზე ამან უნდა დაასაქმოს და ყველაფერი ამან უნდა ჩააშხამოს რა. აი ეს არის ლიბერალი ხო არის? ხო ხედავთ აი წარახეთ ეხა მე მინდა მე უკვე კაიფობ ამ თემებს სიმართლე რომ სერიოზულად ეხა ამ თემებს მე აღარ უდგები ეხა და ლიბერალის გონება არის ესე მოწყობილი რაც არ უნდა უთხრა რაც არ უნდა არაფერს აზრი არ აქვს რა ეხა ეს შენიერი ილუსტრაცია ეხა დააკვირდით ამას ჩართული სარისხის მანქანა რომელიც ტრიალებს რავი 800 ბრუნი წუთში და ფაქტები რო შედის რა იმართება ლიბერალის ტვინს როდეს ფაქტი შედის ფაქტი აი ეს არის რეალობა მეგობრებო, აი ეს ემართება სარცხის მანქანასაც და ეს ემართება ლიბერალის ტვინსაც. აუქნა სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამას უსმინეთ რა. ეს ის არ არის, რა ქვია. არის აი ძალიან კატეგორიულად. ეს სოტაშვილის ის რო იყო ეგ არ არის? კატა ხო. ეს არის მშვიდობიანი აქცია. აი როგორ გითხრა, მდუმარე აქცია. შენი ბრუციანი დედა ოხ, რა ვიცი მე რა ვთქვა. ეს არა, აი ეხა რა დონის ქვეყანაში ცხოვრობთ რა. არის ლიბერალი ვარ პირ. აი ესეთი ქვეყანა რა, აი ესა ვართ ამ წუთას. ამიტომ ეხა რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობსო. ესაო, რა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმუშაობენ ქვეყანაში, სადაც მარტივი წინადადებიდან აზრის გამოტანა ჭირს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ესეთი ფორმა. მე ხა რავი ამ აქციების ფონზე მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ და კიდევ ერთხელ გეტყვით, მაგრამ აი ამ აქციების ფონამდეც მე რეალურად ვებრძვი შიგ ევროპელებს და ლიბერალობას ვებრძვი 2017 წლიდან სიტყვა ლიბერალის მნიშვნელობას საქართველოში არ იცოდნენ. არავინ არც ერთი მოძრაობა არ არსებობდა პირველი ვიყავი ვინც გირს დააჭვა 2017 წელს. პირველი ვიყავი მე 2018-ის დასაწყისში ბოდიშით. ყოველთვის მაგას ვებრძვი. ანუ რატო გიკვირთ ხა რომ აი მე იმ მხარეს ვარ რომელ მხარეზეც უნდა ვიდგე. ანუ არ მის ლიბერალობას როგორც რავი ეგალიტარულ მოვლენას, აი იდეას რომელიც აერთიანებს ადამიანის ყველაზე ბნელი მხარებიდან, აი ყველაზე ბნელი მხარებიდან მის მეინსტრიმამდე აბსოლუტურად
მართლიანი ბუნების ლუსტრაციას. ანუ ეხლა აქ ძალიან ბევრი რამეჩი ლიბერალობა მარტო ის არაა, კაცო გამოხატვის თავისუფლება და ეგენი და კომუნისტობა, კაცო ლიბერალობა არის გაცილებით მეტი რამ, რაც მისი ესე ვთქვათ ფსიქოსოციუმი და ფსიქოპორტრეტი ადამიანის ხატავს ამ ყველაფერს რა, ნუ სრულ ლუსტრაციას უკეთებს ეხლა. აი ხა უყურეთ, აი ამ მოვლენას ეხა უყურეთ, აი დააკვირდით რა. ევროპა გიშივით მინდა ლაშა ოკუპანტ ვიყიდე წინ. ლაშა ოკუპანტ ვიყიდე წინდა, ხო ეს კაი მომენტი არის ეხა მაგაზე გადავახვიე. რა ხა უყურე. ეს არ არის მარტო რომ რაღაც გინდა. ეს არის როგორ გამოხატავ. რეალურად გამოხატვის პრობლემას და გამოხატვის მანკიერ მხარეებთან მაქვს მე პრობლემა. როდესაც ის გამოხატავს თავისი ბუნების ყველაზე მანკიერ და ბნელ მხარეებს. ყველაზე სასაცილო, ყველაზე კრინჯ, ყველაზე ამორალურ, ყველაზე უზრდელ ნაწილებში რაც ადამიანი. რეალურად ეს არ არის ლიბერალობა. კლასიკური ლიბერალიზმი ვაფშე სხვა არის და ეს ლაშა ოკუპანტ ნასკი მემაცვია და რაღაც სისულელები. ეს არის შიგევროპელობა. ეხლა უნდა გავმიჯნოთ, კაი ტიპები აქციაზე დგანან, ერთ მხარეს არიან შიგევროპელების. და კაი ტიპებმა თქვენ თუ ესენი არ გამიმეთ, თუ ამათ არ დააჭვით, ანუ აზრი არ აქვს, ამ თქვენც ეგეთები ჩანხართ მე. მე ვიდეოებს ასეც ვდებდი აქამდე. მე აქციის მონაწილეებსაც მივმართე და უთხარი რომ ის ადამიანები, ვინებიც მაგალითად ჯვარშეურაცხყოფას აყენებენ, სახელმწიფო ინვენტარს აზიანებენ და არ გამოირჩევიან ვანდალიზმით, თქვენ უნდა დაგმოთ პირველ რიგში. მე რამოდენიმე გააკეთა კიდევაც და რესპექტიც გაუკეთე ამის შესახებ. ამიტომ გავმიჯნოთ. მე ამაზე ცალკე ვიდეოსაც ჩავწერო, მაგრამ ეხლა არა, ეს წელი მოდი გავაცილო ცოტა მშვიდობიანად. იმიტომ რომ ეს რეალურად ძალიან ღრმა მოვლენაა შიგევროპელობა. ეს არ არის მარტო რაღაცა ევროპა მინდა და რუსეთი არ მინდა, ეს ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემებია ადამიანში. ალტერ ეგო, იდი, რავი, პიროვნული მე, ადამიანის სოციალიზაცია და პიროვნების სუბლიმაცია, პიროვნების ინტროსპექცია, ყველაფერი არის. ეს ძალიან ფართო პროფილის ფსიქოლოგიური ის არის, რა ქვია, მიმდინარეობაა. რომელიც პარაფსიქოლოგიაში უნდა გადავიყვანოთ მალე და ეს იქნება ჯანოს მიერ აღიარებული მსოფლიოს სამედიცინო დასკვნა ადამიანის ავადმყოფობის. ამას თქვენ ნახავთ მომავალში, თორე აგერ მე და აგერ თქვენ. რავი, ბრავოს დაესწარეთ. დროებით.